ეს არის მომენტი, როდესაც ნელ-ნელა ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა დავუშვი. მე არ მინდა ვთქვა, მაგრამ იქნებ ძრავია გაჭედილი. ვიყიდე 2020 წლის M3, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა, რომ აღარ დაიქქოს. ეხა ეს ჩემი სიმწრის სიცილია სიმართლე რო გითხრა, მაგრამ და თუ ეს მართლა ასე აღმოჩნდა, დაახლოებით ჩემი $40,000 ინვესტიცია წყალში გადაყრილი თანხა აღმოჩნდება. რა ამოასხა ბიჭო? ზეთი ამოასხა? ეს მანქანა ჯერ კიდე ზაფხულში მოვიგე, რომელიც ჩემი პირველი BMW M3-ია. და ზაფხულშივე გამოყვანისას იგეგმებოდა ჩემ თავში, როგორ მივდიოდი ზაფხულში, ბათუმში 500 სცენიზალიანი მონსტრით და როგორ კატაოდი ბათუმის ქუჩებში. ამიტომ სულ მოუთმენლად ველოდები, როდის გაკეთდება. დაგიბრუნდით ისევ ლუქს აუტოდან, ჩვენი M3 უკვე სერვისშია და ვაპირებთ, რომ ლუქს აუტოსთან ერთად განვაახლოთ მთლიანად M3 და რასაც ქვია, სრულიად განახლებული იყოს, სრულიად ყველა დეტალი შევცვალოთ და იდეალურ მდგომარეობაში მოვიყვანოთ. რო ჩამოვიყვანეთ, წინა სერიაში ნახავდით, იდეალური ფერია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ამაზე იდეალურ ფერს ვერ ვიშოვნიდით. რაც მთავარია, თუ გევასება თქვენ BMW და ჩვენი სერიებით არხის გამოწერას არ დაგავიწყდეთ და ეხა გეტყვით რა ხდება, რა ეტაპზე ვართ. ჩვენ რეალურად როცა სუპრას ვაკეთებდით, მაგ პერიოდში ჩამოგვივიდა M3, ჰადარიგი რაღაცები დავიჭირე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ სავალ ნაწილში რაღაც პრობლემები ქონდა, საბურავი იყო დაკეცილი და გიტარები და მსგავსი დეტალები ჩამოვიტანე წინასწარვე, რომ ფეხზე დავაყენოთ M3 და შევძლოთ გატარება. ძრავთან დაკავშირებით ალბათ წინა სერიაშიც ნახავდით, რომ რაღაც კითხვები მაქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სერიის ბოლოს სრემლიანი თვალებით არ დასრულდება ეს ვიდეო და ძრავიც ნორმალურად დაიქოქება და ვნახავთ, რომ ნორმალურად ბღუის თავისთვის. და ეხა კიდევ ვაპირებთ, რომ მთლიანად კარგად გადავხედოთ ქვემოდან, ზემოდან, შიგნიდან, აბსოლუტურად ყველა მხრიდან გავაკეთოთ სია, კონკრეტული სია, თუ რეები აკლია ავტომობილს, ყველაფერი შევიძინოთ და სრულიად განვაახლოთ ჩვენი M3. ჩამოსვლისთანავე ხა გინახეთ ალბათ ბევრი რაღაც შევამოწმეთ, მაგრამ ეხლა და ამშვიდებულ გონებაზე რეები ვნახეთ და რეებს აღმოაჩენთ, კიდე ეხლა გავუვლით რა. ყველაზე მეტად რის მეშინი არის, რომ ერთი რომ ძრავი არ იყოს შეცვლილი, იმიტომ რომ ამ მანქანას რო ყიდულობდით, Carfax-ში ეწერა, რომ ყველა დაზიანება ან რა ნაწილიც აკლია არ არის ავარიისგან გამოწვეული, ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ წინასწარვე ვიცოდით მოკლედ, რომ მანქანა შეიძლება ყოფილიყო ნაწილობრივ გაძარცვული. მაქედან გამომდინარე მე ეჭვი ავიღე, რომ იქნებდა ტიპებმა, კაი გასაყიდად სანამ დადებდნენ, კარგი ბევრი ვალები ქონდათ ტიპს, აი ესე ძრავი ამოიღეს, კარგი ძრავი რაც იყოს გვერდზე გადადეს და ძმაკაცის დასტუკული ძრავი ჩააგდეს ესე და გაგვატანეს რა. აი ყველაზე მეტად რისი მეშინია არის აი ეგ. დანარჩენი დეტალები ხა აქ რაც ვნახე, ბამპერები მოყვა და პარკინგ სენსორები და ელექტრო თვითონ გაყვანილობა აკლია. ძალიან ბევრი წვრილმანი დეტალი აკლია, რაც რეალურად შედარებით ძვირი ღირს რა. ეხლა M3-ია 2020-იანია და ბევრი დეტალი საკმაოდ ძვირი ღირს რა და სია უნდა გავაკეთოთ და უნდა შევეცადოთ, რომ არ გამოგჩეს როგორი დეტალები, იცი? აი მაგალითად რადარის პლასტმასია ეს დასაყენებელი რა, იმიტომ რომ აქ ცოტა გვიჭირს ყველაფრის შოვნა, არის სხვათაშორის ამ მოდელის საშლილები, მაგრამ რაღაც დეტალები დეფიციტურია რა, ეხლა რაღაცები არის, ეხლა ცხვირის დეტალები უფრო დეფიციტურია, ვიდრე უკანა ნაწილები. შეძლების და გვარად არ უნდა გამოგჩეს რაღაც დეტალები. ნახე რა ხდება ამერიკის აუქციონზე ზოგადად რა, სადმე რისკს თუ ხედავენ, რომ შეიძლება რამე დაზიანებული იყოს, ყველაფერს ხაზავენ ყვითლად და მათ შორის აქ არის ამორტიზატორიც შემოხაზული. აი ეს კანტებით შემოხაზული, თუმცა რაც ნახე რა, ხოლო შეხებული არის აი ამ ნაწილს, ნახე? და აი ელექტროსადენებით ცოტა გადაჭრილია, მაგრამ აქ გაურკვეველი ალბათ არაფერი არ იქნება. სავალი ნაწილი როგორც გითხარი უკვე გამოწერილია და დღეს ვაპირებთ რომ დავაყენოთ. გამოვწერეთ ასევე ცაპკაც, საკისარიც, რაც სავარაუდოდ გაჭედილი იქნება და აღარ აღდგება. ნახე, აი ამაზე ვიძახდი, შეხედე? აი ეკაც არის რა ყვითელი დეტალები აღნიშნული და ამერიკის ანუ სადაზღვევო ნიშნავს ხოლმე ამას, რომ აი ესენიც უკვე დაზიანებულიაო, მაგრამ რეალურად აქ არის უბრალოდ საბურავი შეხებული და როგორც ესეთი ანუ დიდი დარტყმა არ აქვს მიღებული. აი ყიდვის დროს როგორ არის იცი? ყველა დეტალს არ ითვალისწინებ რა, აი მაგალითად ეხა საჭე იყენა და მეთქი всё რა პრობლემაა საჭე აყენე, აირბაგს დავირთრევთ მეთქი და ეგ არის თქო, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ აქ კანტი აკლია, შიგნით ბუდე აქვს, აქ ღილაკები უნდა კონდეს, ეგენიც აკლია და ხალიჩებიც აკლია მათ შორის. აი ეს რაღაც ბუდი აკლია, რომელიც არა აქვს და ამ მანქანის ფასებს რო გადავხედე, აი ეს წვრილმანი რაღაცები მეურადებიც კი ღირს $100-დან ზემოთ, ყველაფერი ეგ. აი ნახე, B58. აი ესეთი გვიყენია სხვათაშორის სუპრაში.
თუ რამე არის ძრავი თუ რაღაც, ეგრევე შევსვლით, აქვე პრობლემა არ არის. კარგი, ეხლა რაც შეეხება ძრავს, ფუფირვაკლია ეგ ვიცოდით, მაგრამ აქ აღმოჩნდა კიდე რაღაც დანაკლისები. როგორც მივხვდი, იმ ტიპს, ვინც მოყვიდავდა ბევრი ვალები რო ქონდა ამერიკაში, ხო იცი? მაგ ტიპს ქონდა გაყვანილი აი ეს ცივი მხარე, ანუ აი პაიპებს რო ეძახიან რა, ტურბოდან, charge pipe და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი ქონდა შეცვლილი და after market-ი იყენა. სავარაუდოდ ძრავი გაძლიერებული ქონდა, დანასწროებული ქონდა, ბევრ ცხენზე დადიოდა და მაგის გამო ეს დეტალები დახსნა, ქარხნულები დააყენა, მაგრამ რაღაც წვრილმანი, აი როგორიც არის ტურბოდან გამომავალი მილი, რაღაცები დააკლდა და რაღაცეების მოხსნა დავიწყდა. ჩემო ძმაო, თუ გინდა მომწერე, გამოგიზავნი, არ არის პრობლემა, მაინც მოსახსნელი მექნება. ქარხნულზე ვაყენებთ, რა ვიცი. ხო და ისე რამდენი ვალი რსად ქონდა აზზე არ მინდა, აი ყველა დეტალს რო გამოიკიდე, ყველაფერი გამოგიგზავნი, რა ვიცი. ამხელა ვალები, რა იპოთეკა ეგეთი. ხო და პაიპები დაგვაკლდა, აი მაგალითად ტურბოდან გამომავალი პაიპი აქ საერთოდ არ უყენია, ალუმინის ესეთი პატარა პაიპია, ეგ გზაშია და მალე ჩამოვა. ასევე აი ეს შემშვები არ ჯდება ტურბოზე, იმიტომ რომ ტურბოს სხვა after market გამომავალი მილი უყენია და ეს არის ქარხნული და აქ იმედი მაქვს, რომ სხვა არაფერი არ ხდება ისეთი მნიშვნელოვანი და ცუდი. ანუ გულისხმობ იმას, რომ ძრავი ჯანმრთელია. დღეს რასაც ვაპირებთ კიდე არის ის, რომ ძრავი ჯობია რა თქვენც რო იცოდეთ ხოლმე ხა ლუქს ავტოში თუ მოიყვანთ, შეგვიძლია აღარ იცოდეთ ეგ დაივიწყოთ, იმიტომ რომ თვითონვე მიხედავ ამ ყველაფერს, მაგრამ უბრალოდ რომ იცოდეთ, სანამ ძრავის დაქოქვას დაიწყებთ ესეთ მოდელებზე, პირველ რიგში უნდა შეამოწმოთ ზეთი, იმიტომ რომ შუპი არა აქვს ამ ძრავს და პირდაპირ უნდა ჩამოუშვათ, ან უნდა შეამოწმოთ სხვაგვარად, ან მე მგონი ელექტრონულადაც შეგიძლია თუ სანამ ძრავს დაქოქავ რა. დონე ოკეია თუ არა, შეგიძლია გაჩვენოს და მეორე რაც გვაინტერესებს, ანუ სულ რო ზეთს თავი გავანებოთ, მექანიკურად გვინდა რომ წინა შკივიდან დავატრიალოთ ძრავი და ვნახოთ, ანუ ძრავი ტრიალებს თუ არ ტრიალებს, თუ მექანიკური დაზიანება აქვს, ძრავი არ დატრიალდება და მივხვდებით, რომ შარში ვართ და გადავდივართ სხვა ქვეყანაში YouTube-ის გადასაღებად, იმიტომ რომ ამის ძრავი დაახლოებით თუ არ ვწდები 8-10,000 დოლარი არის რა. 58 სვაპი უფრო ძვირი დაждდება აზრი არა. ყველაფერი გადასაკეთებელი იქნება. ან წავიყვოთ რუსთავში და იქ დავსვაპოთ. რა ვიცი. ქვემოდან ეხა შევხედავთ და ვიცი რომ ბევრი სურპრიზები დაგხვდება, იმიტომ რომ სანამ ეხა კამერას ჩართავდა, ევაკუატორზეც ვნახე სხვათა შორის, რომ აი ეს მთლიანი გამშვების სისტემა აკლია, ანუ არ არის, ფიზიკურად არ არის. თუმცა კარგი რაც არის, ეხა ვათვალიერებდით და სავარაუდოდ ძრავის გაიკები, ანუ ბოლტები, ჭანჭიკები არ არის მოშვებული და ვარაუდი გვაქვს, რომ ძრავი არ არის ამოღებული, ანუ ქარხნულადებს რა. აქ კიდე ერთი აღმოჩენა გავაკეთეთ, რომ წინა სავალიც დაზიანებულია, მე მეგონა გადარჩენილი იქნებოდა, მაგრამ ნუ აი აქაც ნახახუნებია. ეს შეიძლება ევაკუატორზე მოგვივიდა სიმართლე გითხრა, მაგრამ რა მნიშვნელობა გიტარა გაღუნულია მთლიანად. ქვემოდან რაღაც პლასტმასები და რაღაცები შეიძლება აკლდეს რა. გამშვების ელექტროდროსელები არსებობს რა, აი აქ აყენია. ეგენის მოხსნა ტიპა. რა ვიცი, $100 დაგაფარა იპოთეკაში წინასწარი შენატანი გააკეთა. ორივე მხარეს აქ და ორივე მხარე მოხსნა. კაია რომ ხიდი გვაქვს, ჯიგარი ხარ ჩემო ძმაო, დიდი მადლობა რომ ხიდი დაგვიტოვე. ეს სავალი ნაწილი ახლა შეიცვლება და დადგება ფეხზე და всё. კარჩო გვეყოფა, მე მგონი ამის ანალიზი და რაღაცეები. ფეხზე დავაყენოთ M3 და მე გავაგრძელოთ უკვე სხვა დეტალების ანალიზი და შევხედოთ რა გვაკლია. დაყენდა საბურავი, ტორმზები მაინც დავაჰაერეთ. ავარიის დროს შეიძლება მილები არის დაზიანებული და სადმე მე რო არ ჩააგდოს ტორმოზი ჯობდა, ეხავე დაგვიჰაერებინა და ეხა უკვე ნელ-ნელა გადავდივართ ყველაზე საინტერესოზე. ამას შეხედე რა დღეში იყო გიტარები. დაღუნულია თითქმის ყველა გიტარა რა. აი ესენის გაღუნულია, ეხლა მაინც არ ეტყობა, მაგრამ ეგრეა. კაი, წამოიქეთ. ეხლა გადავდივართ ყველაზე საინტერესოზე, ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე ჩემთვის, იმიტომ რომ ძრავი უნდა დავქოქოთ. ამ მოდელებს შუპი არა აქვთ, ამიტომ ზეთს ჩამოვიღებთ დროებით, ვნახავთ, ხო საკმარისი რაოდენობით არის და ისე უკან ჩავასხავთ, რომ უბრალოდ დავქოქოთ, თორე ამ ზეთით არ ვაპირებთ სიარულს, კარგად იცით ისედაც, რომ ჩვენ პაკელოსთან თანამშრომლობთ, უზმოტორში შეგიძლიათ პაკელოს შეძენა და სანამ პაკელოზე გადავალთ, მანამდე უბრალოდ გინდა ჩავასხათ, ეხლა დავაბრუნოთ ისე თავიზეთი, გადავქოქოთ და ძრავს მოусმინოთ, რომ ვნახოთ რამე პრობლემა აქვს თუ არა აქვს. ისე როგორ დაამტრია, ყველა მხრიდან რო დაამტრია, პროსტო, აი მე გამიკვირდა. უკანას ხო დარწმუნულია.
გვერდი ხო დარტყმულია, წინა გვერდი ხო დარტყმულია, წინა მხარე ხო დარტყმულია და მარტო წინ კი არ არის, აქ თამხარეს დარტყმულია. აქ ეს დაკეცილია ისინი. Რაღა ის არჩია, თან ვალები ქონდა თან მანქანას ამტრევი. ზეთ შავასხით, ყველაფერი დაალაგდა. უკან ყველა დარტყმულ მანქანას კაფსულა უსკდება როგორც წესი და ხო და კაფსულა ვისაც გამსხდარი აქვს რა ავარიის შემდეგ. ნახე, მოდი შეგახედო. სუპრაზეც ეგრე იყო ზუსტად. აი ეს ერთ-ერთი პლუსის კაბელი გდია ცალკე, ანუ კაფსულა გახეთქილი რაც არის. ეს მთავარი პლუსი გდია ცალკე და თუ ესენი ორივე პლუსი არ დაერთეს, სისტემა არ ირთვება რა სრულყოფილად, ანუ დააკვდება რაღაცებს. ეგ მოვაგვარეთ. ეს დროებით არის მოგვარებული, ეხა არ იფიქრო რომ ესე დავტოვებთ. მინუსის დავაერთეთ, სისტემა ჩაითო და ეხა ზეთი ჩასმულია უკვე და იზღა დაგვრჩენია, სადოდ დაგქო. მაგრამ თუ სტარტერმა აი ესეთი ხმა გააკეთა და ძრავი არ გადატრიალდა, პირველ რიგში რასაც ვყიდით არის აი ეს კამერა. სტაბილიზატორის ხოძვერი არის. წეღავ ნახულობდი რა რაღაც ხო არ რამე ხო არ აკლია კიდეთ, ხო და ეს ხო არის საკაიფოთ ეხა. ამას უყურე. აი მას რა. ნახე როგორ გდია. და მე რა აღმოვაჩინე, იცი? ტიპმა იჩალიჩა, აი აქ რეზბაკი არა, გრანებს რასაც ეძახიან რა, რითიც იმაშვებიან, ხსნიან. ეგენი გააფუჭა და ბოლომდე ვეღარ მოუშვა და ეს დატოვა. და ძმას ერთი $200 დარჩა ვალი ზედმეტად, ესენი როგორ ჩააბარა, $200 მაინც ღირს და მომწერე რა, შენი მისამართი და შემიძლია გამოგიგზავნო ესენი, ეს მინიმუმ მაინც გამოგიგზავნო, იქნებ გაყიდო რა, იქნებ დაჭირდეს ვინმეს, ხო? სადოდ დაქოქვა. აუ, ყველაფერი ამოვაგდო, ყველა სულ ერორი ამოვა, გაყიდეო, ბოლოს დამიწერა. კარგი. პარკინგი. Right train malfunction. Okay. მაიცა რას ვერ პოულობს ერთი წა. ეს მუშაობს. Hold vehicle T to steering. Okay. კაი, მოდი ეს უნდა მოვხსნათ. Fuel reserve კარგი. Stop carefully. გაჩერებულია ისედაც. ბიჭო, რაღაცას ვერ ვშვებით, ჩემი კაცი. Parking brakes-ი. ამოვწიო, მაგას მეუნება? დაჟგანია, ჩაირთო. არა, მე ვშვები რაღაცას არასწორად. GTR-ზეც მასე ვაწევოდი რა. ეხლა ზაჟიგანიას ხსნი და მეორე ღილაკით ვკეტავდა. ასე მგონია რომ ტორმუს ვერ ხედავს. არა, კარებს მიჩვენებს რომ ღიაა. ხო, კაპოტსაც მათ შორის. ესე ვქენით. მე ეს ჩავდოთ აქ. ტორმუს დავაჭირე. და არა. ეხა უნდა დაქოქილიყო უკვე. მოკლედ უკან არ გადაქონდა ერთ-ერთ კაბელში ის პლუსი, ეგან რასაც ხსნიდით და ეხა ვწდით მეორედ. აი, მიდი დაადე, პროსტო ხელით და ვცადოთ. всё, მაშინ ეგრევე ვწდი. Так. ერთი. არა. ჯო რამეს ხო არ ვაკეთებ არასწორად. ტორმუზე მიჭირავს ფეხი პროსტო და სტარტ სტოპს ვაჭერ. დიდი ხანი ხო რა დააჭირე. ბიჭო, სინჯე იგაცდა. აბერტი დაწერეთ რა კომენტარებში რა უნდა. ენელა იძაბება სიტუაცია. აბა ხუყურე რა და კომპიუტერი არა. ვაიმე კომპიუტერი არა ითხარით. არა და შტეკერები რო იყოს შიგნით ჩარჭობილი, იმედი მქონდა რომ კომპიუტერი იქნებოდა. და იქ აღარ მოხდებოდა. ბიჭო, კომპიუტერი არ უყენია ვაფშე, ტყილა მოდიხრი. ეხა ეს ჩემი სიმწრის სიცილია სიმართლე რო გითხრა, მაგრამ აზრი არა აქ დიაგნოსტიკას. ვიცოდი რაღაცა მაინც, აი ხო იცი რომ გიღიტინებს, ვიქრები რომ რაღაცა კუდი უნდა წამოგარტყას რა. ბიჭო, მე მაგას უყურებდი რო ჩამოვიდა და მახსოვს რომ შტეკერები რო იყო შიგნით ჩარჭობილი, რაღაცა პლასმასი დავინახე და იმედი მქონდა რომ კომპიუტერი იქნებოდა ეგ და დარწმუნებული ვიყავი რომ კომპიუტერი იყო. მაგრამ ჩემი ფეხები ეხა ცუდი ამბავი ვიცი რა გვაქვს?
შეიძლება სხვა M3-ის კომპიუტერი ამაზე არ წავიდეს, იმიტომ რომ ეს არის M3 Competition-ის კარბონ ვერსია და win კოდი თუ არ დაინახა თავისი, ისე არ დაქოქავს. ჩვენი მეგობარი კომპანია CoinMania ხო იცით? მოკლედ ჩვენი გამომწერებისთვის, აი იმენა ჩვენი გამომწერებისთვის დააწესა $5 welcome bonus-ი, ანუ რეალურად უბრალოდ $5 შეგიძლია რეგისტრაციის სანაცვლოდ მიიღო რა. პრომო კოდი არის ხერო, აუცილებლად შეგიძლია გამოიყენო. აქამდე ხა რეგისტრირებული არ უნდა იყო, რა თქმა უნდა, ხელმეორე და ხელმა 1000 ჯერ რო დარეგისტრირდე, 1000 ჯერ $5 ვერ მიიღებ, პირველ რეგისტრაციაზეა საუბარი. რეგისტრაციის თანავე და ვერიფიკაციას როგორც კი გაივლი, მიიღებ ანგარიშზე $5. კრიპტოს სახით იქნება ეს. და რეალურად შეგიძლიათ პირველი თქვენი კრიპტო ინვესტირება გააკეთოთ $5-ით. და მე უკვე შეგიძლიათ გაყვეთ, გადახედოთ სიტუაციას და რასაც ჩათვლით საჭიროდ, ისე გააკეთოთ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა CoinMania-ს ჩვენ გამომწერებზე რო ზრუნავს. პრომო კოდი კიდე აღწერაში იქნება, იქაც შეგიძლია ნახო. კაი, ეხა მოდი აგიხსნი რა ხდება. კომპიუტერზე მოგიყვები საერთოდ რა არჩევანია და რა ოფშენები გვაქვს, რა ვარიანტი, ან კომპიუტერი თუ არ ჩამოყვა ესეთ მანქანას, M4-ს, M3-ს ან M8-ს ან რაღაც. მაგაზე კარგად დავლაგდებით, მაგრამ ეხა რატომაც ჩვენ მიყვავს BMW ცენტრში, იგივე GT Motors-ში არის ის, რომ კომპიუტერი იქ ჩამოვიდა, შევუკვეთეთ და კომპიუტერი ჯობია რომ იქვე დავაყენოთ და იქვე დავქოქოთ ავტომობილი და კომპიუტერი თუ გაიტანეთ GT Motors-დან, ანუ გარანტია აღარ მოყვება, მაგითო ჯობია რომ იქვე ინსტალაცია იქვე გავაკეთოთ, იქვე აქტივაციას ეძახიან უფრო სწორად. აქტივაცია იქვე გავაკეთოთ და იქვე დავქოქოთ რა. დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ამ მანქანის ისტორიაში, იმიტომ რომ არ ვიცით ბოლომდე დაიქოქება თუ არა, ალბათ ხშირად გაიგეთ ეს ფრაზა, მაგრამ ყველაზე სანერვიულო მომენტი არის დღევანდელი დღე რა. აი თუ დაიქოგო და ტიკ 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 გიგი გააკეთე რამე წარტყის ტიკ 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 აი ეგეთი რაღაც, აი ეგეთი ხმა თუ გაიჩითა, დარხეული გვაქვს. აგიდო იმედოვნებ რომ ყველაფერი რიგზე იქნება რა. წავედით? პირველზე გველოდებიან იქ. დღეს დაიქოქება თუ არ დაიქოქება? კაი, მოკლედ, ვინმეს თუ კომპიუტერი არ ჩამოყვა, ესე იგი რა ვარიანტები გაქვთ რა? არ არის BMW-ის ცენტრი, ერთადერთი სადაც შეგიძლია შეკვეთა BMW-ის კომპიუტერის, ანუ ამ წლების რა, გულისხმობ რა ასეცი რომ ამ G სერიას ჭირდება ისეთი კომპიუტერი, სადაც win კოდი წერია და მორგებული არის უკვე უშუალოდ იმ მანქანაზე, ანუ იმ win კოდზე. ხო და ნახე, unlock-ი რო გაგვეკეთებინა და ჩამოგვეტანა და რაღაცას არ ემუშავა რა. აი მე უკვე იქნებოდა რა, იცი, აი მიწერე, მე ორი კვირის დაგვიანებით ვიღაცამ მოგწერა, რომ ჩემი ბრალი არ არისო. მე შეიძლება რაღაცა გითხრას, რომ ეს იმას სწორად არ აკეთებენ, ეს ისე უნდა გააკეთო და საბოლოო ჯამში ეს პროექტი გაიწერებოდა წლები. ხო და მაგიტომაც BMW-ის კომპიუტერი ეგრევე შევუკვეთეთ BMW-ის ცენტრში. ეჭვი არ მეპარება რომ ეგ იყოს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ერთადერთი რისიც მეშინოდა იყო ის რომ BMW-ის ცენტრმა მითხრა ეგეთი რაღაც რომ ქარხანას რო შევუკვეთავთ, ან კოდი ხომ უნდა ჩაიწეროს აქ win კოდი და ისე უნდა გამოაგზავნო და ქარხანას რო შევუკვეთებ შეიძლება მოხდეს პრეორდერში და პრეორდერი რამდენად გაიწელება არ ვიციო რა. აი მაგაზე ვდარდობდი რომ მეთქი ვიქნებდა მთელ სოფლიოში ეს M3-ები ძალიან ხშირია ეს შემთხვევა რა კომპიუტერს იმტოვებენ და პრეორდერებში გავიდეს მეთქი ჩემი შეკვეთას თქო და შეკვეთა რომ მივეცი 3 დღეში მირეკავე რომ კომპიუტერი ჩამოსულიაო და წაიღეთო და ეგ როგორ მოახერხეს მე პროსტო ვერ მივხვდი რა. არ ვიცი ვიღაცა ტიპი იყო DHL-ში ან სადღაც აი ეს გამზადებული იდგა უეჭველი და პრეორდერი როგორც კი მოვიდა ეგრევე გამოატანა ტიპმა. აი არ ვიცი ეგ როგორ მოხდა რა, მაგრამ ასეა თუ ისეა საქმე გაკეთდა, კომპიუტერი გვაქვს, სულ რამდენიმე დღეს ჩამოვიდა და ეხლა მივდივარ GT Motors-ში, იგივე BMW-ის ცენტრში და დავქოქავთ, დაიქოქება თუ არ დაიქოქება აღარ ვიძახი, დავქოქავთ. საერთოდ გამშვები სისტემა ჯერ არ უყენია და ძალიან დიდი ხმა იქნება, დავარაუდოთ. ზეთი ასხია ყველაფერი შევამოწმეთ. ისღა დაგვრჩენია რომ პროგრამულად გაიმართოს და უცადოთ დაქოქვა რა. ეგ არის და ეგ რა. თქვენ კიდე რავი, რითიც შეგიძლიათ ვითანაგრძნოთ, ეს არის არხის გამოწერა, თუ არ გაქვს გამოწერილი და დალაიქება ან კომენტარი, რომელიც გინდა რა. კაი, მოკლედ რამდენიმე წუთში გავარკვევთ ყველაფერს. მოვედით ბავარიელ სახლში. ვისვათ შორის ეს შრება ეხა. ცოტაღა უნდა და დაემგონება. აი ეგ ვიღაცას ქონდა დაკრული ალბათ დაგთეილი რა დამატების და ატიორკით აქვს ალბათ აგლეჯილი აი ეს რა ჩაუდეთ ხო კაპ. ეგ просто როგორ ექცეოდნენ იმენა ეს საშინელებაა.
всё, შეგვიძლია დავქოქოთ? აიმე. თუ ცადე. რავი, არ ვიცი. მოდი წადე. თუ კაი ხელი გაქვს შენ წადე. აკუმულატორი არ ყოფნის მე მგონი, ხო? დუ. მე არ მინდა ვთქვა, მაგრამ იქნებ ძრავია გაჭედილი. აი მეჩი, დაგვირხა. როგორ? 2 საათიანი პროგრამირების შემდეგ უკვე დრო დადგა, რომ გაგვერკვია ჩვენი ძრავი. ცოცხალია თუ მკვდარი? არა. კაი, მაშინ ჯობია ალბათ ჩვენ წავიყვანოთ და იქ შევხედოთ რა და როგორ არის. ძრავი მთლიანად დაპროგრამებული. დიები დაპროგრამებულია. ხო. მოდი ყველაფერია. ოკეი. ანუ თუ რაღაცა შეგვიძლია ვცადოთ დატრიალება, ხო? ანუ პროგრამულ გასაღებით გვიძახი. ხო. ხო. აუ, ერთ რაღაცას კითხავთ რა. კი, სვეჩებს ამოვიღებთ. შკივზე უყენია 4 სალი პატარა ბოლტი. მაგით ატრიალებენ ხოლმე ზოგადად? მაგით რეალდება. მაგას გასწავლეს სპეციალურად. ხო. იმ 4 შედის აქედან ისა. ხო, მივხვდი, ძალა გადანაწილდეს. არა, რა, თუნდაც ერთ ვებაზე არ არის. BMW-ის ცენტრში ჩემი M3 წავიყვანე გადასაპროგრამებლად და გადაპროგრამების პროცედურა წარმატებით დასრულდა. თუმცა ფაქტია, რომ ძრავი გაჭედილია. ამიტომ ეხლა სჯობს, რომ ლუქს ავტოში წავიყვანოთ ავტომობილი, სადაც წყნარ გონებაზე გავაანალიზებთ ძრავის პრობლემას, ამოვიღებთ აალების სანთლებს, შევეცდებით, რომ ძრავი დავატრიალოთ ხელით, იქნებ და დატრიალდეს, თუმცა იმედის ნაპერწკლები ნელ-ნელა უფრო და უფრო ქრება. ეხლა მივადექით საინტერესო თემებს. ზღვაფშე ცხოვრებაში მიხარია ხოლმე, რომ ჩემი სიტყვები მართლდება, მაგრამ ეხლა არ მიხარია. იმიტომ რომ არ დატრიალდა. ეხლა მსჯელობდით, რაზე იცი რომ თუ ძრავი გაჭედილია, როგორ გაატოტალეს, ანუ როგორ დაამტვრიეს მანქანა რა. ეხლა კი შეიძლება მაგის მოფიქრება რამენაირად რომ რაღაცნაირად მაინც, რავი, ჩააბა მანქანა და წაიყვანო და მე გაუშვა და ანუ კარგად არის რა გატოტალებული, ანუ ცხვირი ხო დაარტყა ტიპმა და მე ტრაკი აქვს დარტყმული, ანუ მოუსრიალდა და მე დაარტყა და მე არ მჯერა ეხლა ის რომ რაღაც მანქანა გამოაქანეს ჯერ ცხვირიდან დაამტვრიეს და მე სხვა მანქანა ტრაკიდან დაამტვრიეს რა, რთული გასაკეთებელია. ზეთი სტრუშკას გულისხმობ რა, სტრუშკა არა აქვს. ძრავი გაჭედილია, ანუ არ მუშაობს და თან გატოტალებულია. ანუ რანაირად არის ყველაფერი ერთად. აი რომელიღაცა ამბავი არის ტყუილი, სტარტერის ტრიალიც აინდა-მაინც არ მომეწონა, როგორც მოკლედ სტარტერი ძალას რო ატანს, მაგრად უტყავს. მაგრამ ამ ახალ მანქანებზე შეიძლება ეგრე არ არის და რბილად უტყავს. ანუ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ აი აკუმულატორი რო დაждდება და რო ვეღარ ატრიალებს, აი ეგ შთაბეჭდილება დამიტოვა, თუმცა ბიჭებმა კაპოტშივე დააერთეს პლუს მინუსი და ანუ იქიდანაც ზაბოს აძლევდნენ რა და დენით შეამოწმეს 12 და 3 ეჭირა იმას აკუმულატორს და ეხა საინტერესო არის რომ გამოსაცნობი გვაქვს სად არის ეს ტყუილი დამარხული. აალების სანთლები უნდა მოვიღოთ, რომ განთავისუფლდეს და კომპრესია არ შეიქმნას. როცა დავატრიალებთ და უნდა ვცადოთ ერთ-ერთი შკივიდან ძრავის დატრიალება რა. მანდ თვითონ კალენვალის შკივი თუ არ დატრიალდა საერთოდ, ანუ თავარი შკივი რაც არის, თუ აი ცოცხალი თავით არ გადატრიალდა, ესე იგი კალენვალი გვაქვს გაჭედილი. კალენვალი თუ გაჭედილი გვაქვს, ან პორშინი არის მიმდნარი კედელზე, ბიჭო რეებს ვიძახით ჩემი კარი. აი, ჯეიზი მაინც იყოს ბლოკები გვიდევს იქეთ. ეს 58-ის ბლოკი საჯანდაბაში გვიდევს. ან მიმდნარია პორშინი, ეგ ერთი ვერსიაა. ან მეორე ვარიანტი არის, რომ ეგრეთ წოდება აი კლადიშებს რო იძახიან, საფენები, კალენვალის მუხლალილვის საფენები, ანუ კლადიშები რეალურად არის ან დატრიალებული, ან გადახურებული და მიმდნარი და მაგან გაჭედა კალენვალი რა. აი ეს ვერსიები გვაქვს, რომელი ვერსია არის მართალი ჯერჯერობით
ყველა ცუდია, მაგრამ ასე თუ ისე უნდა გავარკვიოთ რა. ეხლა ამ პროექტ შუაში ხო არ გავწყვიტავთ. ყველა ვარიანტში უნდა გავარკვიოთ და ნახოთ სად იმალება ძაღლის თავი. წავით რა ლუქს ავტოში ისევ აალების სანთლებს მოხსნით და შიგნით ჩავიხედებით პირველ რიგში ნახავთ ცილინდრში ხო არ ყრია ან ცილინდრში საერთოდ რა ხდება შევეცდებით ეგ გავარკვიოთ და მე უკვე გადავალთ დატრიალებაზე და ნახავთ დატრიალდება თუ არა კალენდარი. სოკარში გავიაროთ, გავითრიოთ, რომ გამოვრიცხოთ უბენზინობა. აი ეგ არის რამ. ჯობია თავი დავიზღვიოთ. რაღაცა მიბლოკავს და ქუქოს. არ მინდა სერვის ცენტრთან დაკავშირება, გას რა გინდა ვა? მიტრა კაი იმენა ძმაო, დაგვინდა რომ დაიქოქო პროსტო. ჩემი იმენა. კაი, პარკინგ ბრეიკი შეამოწმეო. Press brake to fire. კაი, აჰა, press brake. ჩემი კაი. რაღაცა პარკინგ ბრეიქზე გვაქვს პრობლემა. ბიჭო, გავიგე, მაგრამ რატო არ ტრია? ანუ, ნახე იდეა რა არის. სვეჩები რო არის ამოღებული, კომპრესიას არ ქმნის ძრავი რა და მარტივად დატრიალებს მაგ დროს. და თუ მაგალითად სტარტერის პრობლემაა, ეხა ძრავს დაატრიალებს. და იქ არ ატრიალებდა. ეგ არის ხოვობა რა. ჰალო. საბა, გამარჯობა, კიდე ერთხელ ხეროდინაშვილი ვარ, წეღან რო ვიყავი M3-ით. კი. საბა, რა მაინტერესებს სი? სვეჩები დავხსენით ჩვენ, ძრავი დავატრიალეთ, ანუ მექანიკურად ტრიალებს რა. უბრალოდ შენგან ინფორმაცია მჭირდება თუ იცი, სვეჩები დახსნილი რო არის, მაგ დროს შეიძლება აღარ დაატრიალოს სისტემამ ძრავი? აი ეგ ამბავი ხო არ იცი შემთხვევით? ან ტექნიკ უნდა დატრიალდეს მაინც. კარგი, მაშინ მეორე კითხვა. ნახე, ზაჟგანიას ხსნით ჩვეულებრივად, ანუ ტორმუს ვაწვევი სტანდარტულად, ზაჟგანია ირთვება და ხელმეორედ ერთხელ უნდა დააწვე, ხო? და უნდა დაიწყოს ტრიალი. ტორმუს რო დააჭერ. ხო. პირველადაც რო დააჭირო სტარტ-სტოპს ეგრევე უნდა დაიქოქოს. ერთხელს მითხარი, აი ხა ყველაფერი აშვებული მაქვს, ზაჟგანია არ არის გადაწეული. ეხა ტორმუს რო დააჭრო, სტარტ-სტოპს ერთხელაც რო დააჭირო უნდა დაიქოქოს. არ ჭირდება ორჯერ დაწერა. გასაგებია. მაგრამ უბრალოდ ზაჟგანია ირთვება და მეტი არაფერი. და სტარტერის ხმაც არის მის. ხო არ იცი რამე შესაერთებელი ხო არ არის კიდე. იმიტომ რომ მან სტარტერს ურტყავდა მახსოვს, ხმაც ჰქონდა. კი, სტარტერს ხმა ჰქონდა. და ეხა აღარ ურტყავს და ვერ ხვდები რა შეიცვალა. რამეზე ხო არ გაქვს ეჭვი უბრალოდ ჩვენ? არაფერი. ოკეი. მან რაც მიყანე არ უქნია სტარტერში ხმა ჰქონია ხო? არა, სვეჩები ამოვიღე უბრალოდ რომ მეთქი ძრავში ჩავიხედო მეთქი და შევხედო რა პრობლემა აქვს თუ არა თქო და არაფერი არ ჩანს და ძრავის დავატრიალეთ, ანუ შკივიდან ტრიალებს ჩვეულებრივად ძრავი. შეიძლება აკუმულატორის ტრიალება. შეიძლება დაჯდა, ხო, აკუმულატორი და მაგითო. ხო, აი აღარ მიფიქრია, კი. კაი, ბუსტერს დავაერთებთ, მაშინ სინჯავთ. ოკეი, კარგი, მადლობა საბამ. არაფერს. გაიძმეო, კარგად. სტარტერი რო ვერ ატრიალებს, რაღაცა მიზეზი აქვს მაგას. ან სტარტერთან არის გადახსნილი ის. ეგ არის? აი. რა მოასხა ბიჭო? ზეთი ამოასხა? კაი გასაგონი არისო. ო, რავი, დაიღვარა ზეთი ვაფშე. წეთევა შეხება მოასხა. აი, შეხები არა უშავს. სოჩები დავაყენო და დაი, სინჯოთ. ანჯერ ჩაუწევ. ჩემი კაი. შენ ვერ წარმოიდგენ ეხა აქ რები ადის და ჩადის. ეხა კინა $12,000 გამძვრა მარტო ძრავში. და იმის იქეთ კიდე რამდენი რაღაცა იქნებოდა, ზეთები ძრავ რაღაც 1000 ოხრობა. კაი, მე დავიძინებ 1.5 საათი და ეს პროექტი ჩემთვის არ იყო უბრალოდ მანქანის შეკეთება. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც რაღაც მომენტში ჩავთვალე, რომ წყალში გადავყარე. იმ გეგმას ავწვდი, რაც მიზნად მქონდა დასახული და საცუწარკვეთილებას ჩამაგდო.
ეს იყო ჩემთვის დიდი ემოციური ჩავარდნა, რომელიც ალბათ ყველა ცხოვრებაში დგება რაღაც მომენტში. თუმცა ფაქტია, რომ თუ ბოლომდე მიყვები საქმეს, ყოველთვის არსებობს გამოსავალი. ყოველთვის შეგიძლია ცხოვრების ეგ რთული ეტაპი მიიყვანო იქამდე, რომ წლების მერე გაგეცინოს და იფიქრო, რა სისულელეზე ვნერვიულობდი. ხოძეა ყველაფერი. ზეთები და წყალი. просто რო გაცხელდება შეიძლება მერე გაუშვას თუ რადიატორი დაზიანებულია დიწნევაზე. რადიატორი დაზიანებულია? აქამდე გაუშვებდა რა. გაუშვებდა, თორმაზეც გაუშვებდა. მე სუპრაზე მქონდა ეგ შემთხვევა. გაცხელდა მერე გაუშვა. სტარტერის ბრალი იყო. არა, ენერგიის ბრალი იყო. ბატარეა არ ქონდათ საკმარისად ძლიერი იქ BMW-სენში. წავიდა პირველი გავლა. კუჩები რომ იჭირავს ხელში. დადის ბიჭო, დადის. არ რამის თქმა საჭიროა საერთოდ?